ბეთანიელი მართასა და მარიამის ისტორია ერთგულების ორი ასპექტის ისტორიაა. როდესაც იესო მათ სახლში მივიდა, დებმა მას სხვადასხვაგვარად მიესალმნენ. მართამ სტუმართმოყვარე დიასახლისის მსგავსად, თავი დიდ მზრუნველობაში ჩაითრია და ცდილობდა სტუმრებისთვის საუკეთესო დახვედრა მოეწყო. თუმცა მარიამმა სხვა გზა აირჩია, ის მოძღვრის ფეხებთან დაჯდა და მოუთმენლად უსმენდა მის ყოველ სიტყვას. კონფლიქტი მაშინ წარმოიშვა, როდესაც დაღლილმა მართამ იესოს სთხოვა დასდახმარებოდა. თუმცა ქრისტეს პასუხი სულიერი გამოცხადება იყო, მან არ შეაფასა მართას შრომა, არამედ ხაზი გაუსვა, რომ მარიამ აირჩია კარგი წილი, რომელიც მას არ წაერთმეოდა. ეს ისტორია გვასწავლის ბალანსს. ყოველდღიური ცხოვრების აურზაურში ადვილია მსახურების მიზნის დაკარგვა. დების გამოსახულებები სიმბოლურად გამოხატავს აქტიურ მოქმედებას და ჭვრეტით რწმენას. ბეთანია გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის გვერდზე გადავდოთ ჩვენი წუხილი და უბრალოდ ვიყოთ იქ, მოусმინოთ და თანავუგრძნოთ.